მოგესალმებით, მეგობრებო, მურიგჯერ ინტეგრას პოდკასტიდან. მე ნიაძერია გახლავართ, კლინიკური ფსიქოლოგი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი და დღესაც ტრადიციულად ძალიან საინტერესო სტუმარი უნდა წარგიდგინოთ. ელენე ბაჩიაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგი, ასევე ინტეგრას ფსიქოთერაპევტი, ჩემი კოლეგა და დღეს შეკრებილები ვართ ძალიან საინტერესო საკითხზე, ჩემი აზრით. მადლობა პირველ რიგში ელენე სტუმრობისთვის. და თემა რო წარვადგინო, კრიზისებზე უნდა ვისაუბროთ. ცხოვრებისეულ განვითარების ეს სიტყვა რაღაცნაირად ჩემი აზრით დამკვიდრდა ყოველდღიურობაში. ყველაფერზე ამოსვამთ, რომ კრიზისი მაქვს, კრიზისში ვარ, რაღაცა ასაკობრივი კრიზისი, შუახნის კრიზისი, სულ რაღაცა კრიზისზე ვამბობთ, მაგრამ დავიწყოთ ალბათ ყველაზე მთავარი არის იმითი განსაზღვროთ რა არის ეს კრიზისი სინამდვილეში, რას ვეძახით კრიზისს და როგორი სახის არსებობს. მოგესალმებით, ნია პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. თემა რეალურად ნამდვილად ძალიან აქტუალურია და ცხოვრების ყველა ეტაპზე ვლინდება. ჩვენ როგორც ვიყენებთ ყოველდღიურობაში რეალურად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სტრესის ანალოგი, თუმცა რეალურად კრიზისი თავისი შინაარსით გულისხმობს უფრო მძაფრ მდგომარეობას, ანუ რეალურად როცა არის ძალიან ინტენსიური ემოციები ადამიანის მიერ რაც განიცდება და რაღაც ირღვევა ზოგადი უსაფრთხოება სტაბილურობის განცდა, შეიძლება გაჩნდეს კითხვები იდენტობასთან დაკავშირებით და რეალურად ადამიანს სჭირდება გადასინჯოს მისი ღირებულებები, მისი როლი ცხოვრებაში და რეალურად კრიზისი არის ფსიქოსოციალური ფენომენი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს სოციუმთან ურთიერთქმედებისას ვლინდება. ანუ რეალურად ყველა ემოცია, ყველა განცდა სოციუმთან მიმართებაში, ზოგადად სამყაროსთან მიმართებაში ვლინდება ხომასე, ან რეალურად ცალკეულ ადამიანს განცდები ესე თუ არ აქვს შემხებლობა სამყაროსთან, ცხადია არ ჩნდება და ყველა კრიზისის უკან არის საჭიროება. ხო, ამის შესახებ ძალიან ბევრი თეორია არსებობს, როგორც რას გულისხმობს საჭიროება? ანუ რეალურად ის რომ პირობითად ადამიანს აქვს განვითარების კრიზისი პირობითად, ხო, მაგალითად იდენტობის, რაც ნიშნავს იმის ძიებას, ვინ ვარ მე, რა მინდა, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი ცხოვრება. ისეთი იქნება, როგორც მე მინდა, თუ სხვებისგან იქნება განპირობებული, ოჯახისგან, სხვადასხვა მიკროსოციუმისგან, ზოგადად კულტურისგან, ხო, ეს კითხვები რეალურად ძალიან მძაფრად განიცდება, იმიტომ რომ ესეთი რადიკალური დიდი არჩევანის წინაშე ვდგავართ, თუმცა ამის საჭიროება გვაქვს, რომ ჩვენი იდენტობა ჩამოყალიბებული იყოს უფრო მეტად, რაც მოზარდობის პერიოდიდან იწყება, ხო? იგივე ჩვენი რწმენა, არჩევანი განათლებასთან დაკავშირებით, ხო? შესაბამისად, ძალიან დიდი წნეხია შეიძლება ამ დროს ადამიანზე. და საკმაოდ დიდი პერიოდია ერიქსონის მიხედვით, რაც არის 18-დან 30 წლამდე არსებობს ეს დიდი ინტერვალი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ეს ინტიმურობა, იზოლაცია, სადაც ზუსტად აი ეს იდენტობა მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია და ამ დროს ადამიანი ეძიებს უფრო ახლო კონტაქტებს, ხო, სადაც ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, სადაც შეიძლება დაუკავშირდეს სხვა ადამიანს უფრო ავთენტურად ალბათ, თუ შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა მარტივი არ არის, მაგიტომაც ველოდებით ხოლმე კრიზისებს ამ ასაკში. ხო, ასე, როგორ ვლინდება ხოლმე, რითი ვხვდები, რომ კრიზისი შენახსენე, მაგალითად ძლიერი ემოციები ახასიათებს და იმ სტრესისგან, ყოველდღიური სტრესისგან სწორედ ამით განვსხვავებთ, რომ ეს არის საკმაოდ ღრმა განცდები ადამიანისთვის. და ალბათ არ ვიქნები მცდარი თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მტკივნეულიც. იმიტომ რომ დიდი ინტენსივობის ემოციებთან გვაქვს საქმე ასეთ დროს. კი, ანუ გარდა იმისა, რომ რეალურად შინაგანად გრძნობს ასე თავს ადამიანი, რომ ძალიან დაბნეულია, ძალიან მომატებული აქვს შფოთვა, გაღიზიანება, შეიძლება გრძნობდეს, ან თანადროულად არსებობდეს ეს ძალიან ინტენსიური და შერეული ემოციები. მის პარალელურად ეს ფსიქოსომატურად შეიძლება რომ გამოვლინდეს, ხო, ანუ გაჩნია ასაკს პრობლემას, რა იწვევს ამ კრიზისულ მდგომარეობას, ხო, შეიძლება ეს იყოს რაღაც ტრიგერი, რაც მის ტრაუმულ გამოცდილებას აცოცხლებს და რეალურად ეს ტრიგერი ხომ რაღაც განგვაცდევინებს სიტუაციას, თითქოს წარსულში ვართ და ისევ თავიდან ხდება ეს სიტუაცია, რაც ჩვენთვის ტრაუმული და სტრესული იყო და შესაბამისად ეს კრიზისი, რაც ისედაც ხდება და შეიძლება
პირობითად ერთვოდეს წარსული გამოცდილება, უფრო მძაფრად და ინტენსიურად აღიქმება. ანუ ვეღარ ახერხებს ფუნქციონირებას ფაქტიურად, ხო, ანუ სხვადასხვა სოციალურ როლში, ერთ ოჯახში, სამსახურში შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი საყვარელი საქმიანობა. რეალურად, თუმცა ის გადასინჯვა ისევ რაღაც პოზიტიური ეფექტი რომ შემოვიტანოთ, ხდება იმისთვის, რომ რაღაც აღარ მუშაობს, ანუ სტრატეგია გავხედოთ. კი, ამ ძველებურ მიდგომას და დამოკიდებულებას და აღმოვაჩინოთ ახალი, რაც იმ მომენტისთვის უფრო სასარგებლოა და ეფექტიანია, ხო, ეს ადაპტაციას გულისხმობს, ანუ რეალურად კრიზისების გადალახვა გულისხმობს ადაპტურობას და ადამიანის რაღაც უნარს რომ აღმოაჩინოს, რომ მას სხვაგვარადაც შეუძლია რაღაცებს გაუმკლავდეს. ანუ უფრო მრავალფეროვნად, უფრო კომპლექსურად შეიძლება რომ აღიქვას საკუთარი თავი, უფრო შემძლე სუბიექტად. ხო, შემძლე ძალიან კარგი სიტყვა ჩემს, იმიტომ რომ ეხლა ზუსტად მიტრიალებ და თავში მე პირადად ეს სიტყვა გამბედაობა და რას გულისხმობ ეხლა ამაში ბარემ აქვე განმარტავ. აი ეს რასაც შენ საუბრობ, როცა გადასინჯვის საჭიროება დგება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი და შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდიც მე ვცხოვრობდი რაღაცა ერთი მიმართულებით და უცბად მეწყება ეს კრიზისი. ყველაზე ხშირად ხაწაღან რომ საუბრობთ ყოველდღიურობაში ძალიან გავრცელებული არის ხოლმე ეს ეგზისტენციალური კრიზისი, რასაც ვეძახით, ხო? თუმცა ეგზისტენციალური კრიზისი ურთულესი მდგომარეობა ადამიანისთვის და ტანჯველი, მტკივნეული მდგომარეობა, იდენტობის ზუსტად ვინ ვარ მეზე ძიების პროცესი, ხო? და ეს ეგზისტენციალური კრიზისი როცა დგება, მე ვდგები უკვე აღარ მუშაობს, როგორც შენ თქვი, ის რაც აქამდე საკმაოდ წარმატებულად მადგებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუმცა არც ახალი სტრატეგია მაქვს არაფერი, იმიტომ რომ საით მივდივარ, მიზანიც ბუნდოვანია ჩემთვის. კარგი, ეს გავიგე, რომ აღარ მუშაობს, ეს გავიგე, რომ აღარ მომწონს, დისკომფორტმა შემიპყრო, მაწუხებს უკვე ეს კონკრეტული ჩემი მდგომარეობა, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, მაგრამ არ ვიცი კიდევ როგორ უნდა ვიცხოვრო და მე ამას რასთან ვაკავშირებ, იცი? ეხლა რო ვფიქრობდი, ძალიან ბევრი გარემოსგან, სოციუმისგან, აღზრდის სტილისგან ჩაგონებული, გარკვეული რაღაც სცენარები, რომლებიც წინასწარ განგვისაზღვრეს და გვითხრეს, რომ ეს არის და შენ ისე უნდა იცხოვრო და სადღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ სულაც არ არის ეს სცენარები ჩემი. აი ეს არის ის ეგზისტენციალური კრიზისიც, ის რაც მაგდებს ძალიან დიდ ტანჯვაში, რომ ვინ ვარ მეზე პასუხი, აქამდე მეუბნებოდნენ სხვები, მე ვინ ვიყავი. და ეხლა რაღაც აღმოვჩნდი იმის პირისპირ, რომ მე უნდა ვუპასუხო ამ შეკითხვას ჩემი თვე. ეს არის მერე კრიზისი. და მაგასთან დაკავშირებით ბარემ ამასაც ვიტყვი. ფსიქოსომატიკა რო ახსენე, როგორ ვლინდება და მაგაზე მინდა რომ ცოტა მეტიც ვისაუბროთ შენს პრაქტიკაშიც, როგორ ყოფილა, როგორ გამოვლენილა, მე გაგიზიარებ ჩემს პრაქტიკაში. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ადამიანები მოდიან თერაპევტთან, აი ესეთი წუხილით, რომ აი ამის უკან დგას ზუსტად ეს ვინ ვარ მეს დაბნეულობა, რომ არ ვიცი ვინ ვარ და სომატურად როგორ ვლინდება, თითქოს იკარგება შეგრძნებები. და ამას ხშირად ამბობენ ხოლმე. აი ამას ვერ ვგრძნობ თითქოს საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ, ვერ განვიცეს, შეიძლება ხელი დაიჭიროს და თქვას, რომ აი თითქოს არ ვარ, სადვარ არ ვიცი და ეს სულიერი მდგომარეობა, აი ესე არის გამოხატული ფიზიკურ შეგრძნებებშიც. მე ხშირად წავწყდომი ვარ ამას. შენთან როგორ არის, ძალიან მაინტერესებს ეგეც. რეალურად ეს ძიება ხო თითქოს სხეულთანაც არის დაკავშირებული, რომ ანუ ვერ ვგრძნობ, ანუ ვერ ვაცნობიერებ, არ ვაკვირდები ჩემს იდენტობას, რაც სხეული ერთ-ერთი ნაწილია, ხო, ანუ მე ვარ პირველი რაღაც წარმოდგენა ასოციაცია ჩნდება ჩვენს სხეულთან, ხო, რომ ის ვართ და შესაბამისად შეიძლება ბრაზიც გაჩნდეს, რომ რატო ვგრძნობ თავს მუდმივად დაღლილად, გაღიზიანებულად, შეიძლება არც მივაქციოთ ამას ყურადღება, ხო, მე რაც იწვევს ესე სრულ ანესთეზირებას, რომ საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ. ანუ საწყის ეტაპზე თუ ძალიან ღრმად არის ეს რწმენა წარმოდგენები, თუნდაც ღირებულებები კულტურული რაღაც ოჯახიდან წამოსული, რომ მე ეს არ უნდა ვიგრძნო პირობითად, ხო, არ უნდა გავბრაზდე მაგალითად, ჩემს ბრაზსაც ვეღარ ვაცნობიერებ, ვერც სხეულებრივ შეგრძნებებსაც ვაიგნორებ რაღაცნაირად და შესაბამისად გამოდის, რომ თავს ვარიდებ ამ კრიზისის გადალახვას და ვრჩებ
კრიზისები განვითარების ეტაპზე და ვეღარ მივდივარ წინ. თუმცა არც ეს ქრება, იმიტომ რომ ეს ასაკობრივად რაღაც გარკვეულ გამოწვევას მაინც აწესებს, რომ ეს იგივე პირობითად რაც ვთქვით ხო ეს ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ რაც არის 18-დან 30 წლამდე ხო ის პერიოდია თითქოს როცა რაღაცები უნდა იყოს განსაზღვრული ჩამოყალიბებული ადამიანი შეიძლება ძალიან ფუნქციურია ხო ანუ სამსახურში ყავს ოჯახი შვილები მაგრამ ამბობს რომ რაღაც მაკლია ვერ გრძნობ თავს სრულყოფილად ხო მაღალი ფოთვა აქვს პირობითად და ანუ არსად არ მიდის მოკლედ ის გადაულახავი კრიზისები და რეალური საჭიროებები ადამიანის და ну ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამას მიაქცევს ადამიანი ყურადღებას ცხადია და ყველა ასაკში ამის მოძებნა გადამუშავება შესაძლებელია ეს ძალიან ისეთი საიმედო შინაარსია ხო რომ შეიძლება დაბადებიდან ადამიანი განიცდის განვითარების კრიზისებს მაგრამ ყოველთვის შეიძლება დაბრუნება იმ პერიოდში როცა კონკრეტული ნაწილი უნდა გადალახულიყო ხო მაგალითად თუ დაბადების ეს არის ნდობა-უნდობლობის სტადია ხო და შეიძლება ადამიანის ზრდასრულ ასაკში ამბობს და ეს რომ ვერავის ვერ ვენდობი ვერსად ვერ გრძნობ უსაფრთხოდ როცა ეს არ ქონია დაბადებიდან პირველ წლამდე როცა მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმაში რომ ბავშვის მიერ სამყარო აღქმული იყოს როგორც სანდო და პირველ რიგში მშობლები არიან მისთვის სრულიად სამყარო ხო ამიტომ აი ესეთი ბაზისური და ესეთი ძირეული კონფლიქტებიც კი შეიძლება არ იყოს გადალახული ზრდასრულ ასაკშიც და ყველაზე მთავარი ალბათ შეამჩნიოს ეს ადამიანმა და გამოიყენოს ტრანსფორმაციის საშუალებად და იმისთვის რომ უფრო სრულყოფილი იყოს მისი ცხოვრება და უფრო ხარისხიანი ხო იმიტომ რომ ერთი შეხედვით როგორც თქვით მაგალითად ეს ადამიანი პირობითად არის 28 წლის და გამოიყურება როგორც სრულიად ესე ვთქვათ ფუნქციური ადამიანი ძალიან წარმატებული შეფასებული ასეა სოციუმისგან მაგრამ სინამდვილეში სრული დაბნეულობა არის მასში და ცვლილებების საჭიროება, ანუ რეალური ძიება იმის მე რა მინდა. ისევ ცხოვრობ როგორც მე მინდა, თუ ისე როგორც ხვებს უნდათ ხო, როგორც ამას ჩემგან მოელოდნენ. არის ისეთი თუ არის შესაძლებელი, რომ მაგალითად ადამიანმა გალიოს, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხოვრება, ისე რომ ეს შეკითხვები არ დასვას. სამწუხაროდ ალბათ შესაძლებელია, ანუ იმდენად დიდი დიაპაზონია 60 პლუს ასაკი არის ბოლოს, როცა ადამიანს უჩნდება ესეთი კითხვები ხო, რომ რამდენად მოასწრო იმის გაკეთება, რაც უნდა და რამდენად პროდუქტიულად აფასებს თავის ცხოვრებას, რაღაც ღირებულებას განსაზღვრავს თავის ცხოვრების და აჯამებს იმ დიდ პერიოდს, რაც მან გაიარა. შესაბამისად, შეიძლება ამ ეტაპზეც გაჩნდეს კითხვები. თუმცა, მუშაობის და შეცვლის სურვილი ალბათ რასაც გულისხმობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს და შეიძლება არ გაჩნდეს, ხო, იმიტომ რომ ეს მიღება მოცემულობის რაც არის ახასიათებს კრიზისის ერთ-ერთი ეტაპია, როცა უარყოფა ხდება, ხო, პირველი შოკის შემდეგ რომ რაღაც მოხდა და რაღაც ცვლილებებია ჩემში, შემდეგი შეიძლება იყოს უარყოფა, რომ გაივლის თავისით და ამასობაში ძალიან ბევრი დრო შეიძლება გავიდეს და ხვდები უმოქმედოდ. უარყოფ და შესაბამისად არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის, რომ აქტიურად ვიყო ჩაბმული ჩემსავე კრიზისში. და ადაპტაციაში ამ ახალ ცხოვრებასთან. აი ეს წეღან რაც აღინიშნა, რომ აი რაღაც შეიძლება უფრო ბოლოსკენ უფრო ხანდაზმულ ასაკში მოხდეს რაღაც გარკვეული ტრანსფორმაცია თუ არ ვიცი აღმოჩენა ამ კრიზისისა. მაგაზე გამახსენდა ტოლსტოის აქვს ესეთი მოთხრობა ივან ილიჩის სიკვდილი და არის ზუსტად ეს საკითხი, როცა სიკვდილის წინ აღმოაჩენს ადამიანი, რომ მისი ცხოვრება, რომელიც იცხოვრა, და ალბათ აქვს აღინიშნოს, რომ ძალიან სწორად, ზუსტად ის ცოლი მოიყვანა, რომელიც მას შეეფერებოდა, შვილებით ზუსტად ისე აღზარდა, როგორც შეეფერებოდა, სამსახურიც ყველაფერი იდეალურად ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ხვდება, რომ ერთი დღე არ უცხოვრია. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული ალბათ და თან განსაკუთრებით ამ მტკივნეულებს ამ ყველაფერს ის რომ ალბათ მაგ პერიოდში უკვე დროც აღარ არის რომ ის რაღაცა შეიცვალოს და გამოსწორდეს რაღაცა ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისკენ რომ შენივე ცხოვრება შენვე დაიბრუნო რაც არის ალბათ მთავარი არსი ამ კრიზისის
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რატომღაც ხოს ჩვენ სულ გვეშინია ხოლმე, რომ ცუდად არ ვიყო, არაფერი არ დისკომფორტი არაფერმა შემიქმნას და ასე შემდეგ. ალბათ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ცნობიერება დაბალი მასთან დაკავშირებით რეალურად რამხელა რესურსია ეს კრიზისი, რომელშიც ვარდებით ხოლმე და აღმოვაჩენთ საკუთარ თავს და რამდენად კარგი რამ შეიძლება გამოვიყვანოთ აქედან, რაც გვაქვს. ბევრჯერ ვახსენეთ ასაკობრიობის საკითხი. უფრო კონკრეტულად მე მგონი ჯობია რომ განვიხილოთ რამდენად არის ეს კრიზისები რაღაც ტიპური ასაკებისთვის დამოკიდებული სხვადასხვა ასაკში გულისხმობ ბუნებრივია და აი ეს ბავშვობის საკითხი კიდევ ხან დაზმულ ასაკში, ზრდასრულ ასაკში განვითარებული კრიზისის საფუძველი რამდენად შეიძლება მომდინარეობდეს ღრმა ბავშვობიდან. რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი და ყოველთვის როცა ჩემს პრაქტიკაში გადამისინჯავს, ან ძალიან კარგად ჩდება იმ შუალედში კონკრეტული ადამიანის ასაკისთვის დამახასიათებელი, რაც ესე თეორიულად შეიძლება რომ მიმდინარეობდეს, ან ყოველთვის ემთხვევა იმ კრიზისს და იმ წუხილებს, რაც ადამიანს აქვს. ანუ ის რაღაცა პოლარული განცდები, რაც მან უნდა გადალახოს, გაუმკლავდეს ხო ამას. და რეალურად ძალიან დამხმარეა ხოლმე ამ დროს თერაპიული ჩარევა ხო სხვადასხვა მხარდამჭერი ჯგუფები ვინც არიან და ამაში ადამიანსაც მიანიშნებენ, რომ მნიშვნელოვანია ამაზე მუშაობა ხო და თავადაც იგრძნობს ამას აუცილებლად. არის გავრცელებული ისეთი განვითარების კრიზისები, ხო, 3 წლის ასაკის კრიზისი, ამაზე ბევრს საუბრობენ, მოზარდობის პერიოდის კრიზისი, 25 წლის, ხო, რომელსაც მეოთხედი საუკუნის კრიზისაც ეძახიან, ასევე შუა საუკუნის, შუა ხნის ასაკის კრიზისი, რაც ძალიან გავრცელებულია და რეალურად აი ყველა ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც აღნიშნეთ, ხო, ეს იდენტობის ძიება, ან უსაფრთხოების მოპოვება, სტაბილურობის, ანუ ასე ვთქვათ, ადამიანის თვითგამოხატვის საჭიროება, რომ რამდენად ვიქცევ ისე, როგორიც ვარ, როგორიც მინდა რომ ვიყო, ხო, რას ვაკეთებ ამისთვის, რაც ჩემში ხდება იმ მომენტში. ამიტომ ეს განვითარების ეტაპს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე ჩემს პრაქტიკაში, რაც ყოფილა. და ძალიან ხშირად არის ეს, როცა მოდის ზრდასრული ადამიანი და საუბრობს იმ კრიზისზე, რომელიც ბავშვობის ასაკს უკავშირდება და თერაპიული კითხვაც ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი ხო, რომ რამდენი წლისად გრძნობ თავს, როცა ამაზე საუბრობ. თითქოს ვაბრუნებთ იმ მომენტში, როცა ეს კრიზისი უნდა გადაელახა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ეს გადაალახოს იმ ასაკში, რომელშიც არის, ხო, იმიტომ რომ თუ არის 40 წლის ადამიანი, ვერ მოიქცევა როგორც თინეიჯერი, ხო, თუმცა ამ განცდებზე საუბარი, საიდან მოდის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ პირველი კრიზისის დაძლევის ნაბიჯი, ასე ვთქვათ, არის ამის გაცნობიერება, რომ რა ხდება ეხლა ჩემში და შესაბამისად გაცნობიერება, ანუ მიზეზების მოძებნა, პოვნა, მის მიმღებლობა, შემდეგ ძალიან ავტომატურად ესე ჯადოსნურად იწვევს ხოლმე ცვლილებებს ადამიანში და მის გარემოშიც შესაბამისად. აი იდენტობის კრიზისზე კი ვისაუბრეთ, ვახსენეთ უკვე, მაგრამ კიდევ როგორი და როგორი შეიძლება იყოს ეს კრიზისები, რაც თან საინტერესო არის თანამედროვე სამყაროს ადამიანისთვის რა არის კიდევ უფრო მეტად დამახასიათებელი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი კრიზისები დროსთან ერთად იცვლებოდა პერიოდულად ისტორიულ კონტექსტში, რომ განვიხილოთ. დღეს როგორი კრიზისებით უფრო მეტად არის შეწუხებული ადამიანი? ცოტა შორს ფიქრობდი ამაზე და რეალურად ყველაზე ხშირი ასაკობრივი მომართვიანობა, რაც არის თერაპიაზე, ის უფრო მწვავედ განიცდება და შემდეგ, ან უფრო წარსულში მიმდინარე ამბების გაცოცხლებაც არის გარკვეულწილად, ანუ გულისხმობ იმას, რომ 25-დან 40 წლამდე ჯგუფია, ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ მოდის აქტიურად თერაპიაზე, ანუ უფრო ქვემოთაც 20-დან დაახლოებით 15 წლამდე. ბავშვები ხშირად მიყავთ მშობლებს თერაპიაზე, ცხადია, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა ამჩნევენ ადამიანები, ან
მოდიან თერაპიაზე იმისთვის რომ რაღაც შეამჩნიეს რაც რაღაცამ შეაწუხა. აჰა, კი. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ როგორი არსებობს ხო, უფრო ბავშვობის ასაკის კრიზისები, რაც ძალიან ხშირად ცოცხლდება თერაპიაზე პირობითად. ნდობა, უნდობლობა რაც ვახსენეთ ხო, ავტონომია სირცხვილის წინააღმდეგ, რაც 1-3 წლის ასაკის არის და შემდეგი ინიციატივა და დანაშაულის განცდა და ძალიან ხშირად არის სირცხული და დანაშაულის განცდა. რაც ხდება ხოლმე რომ ხშირად საუბრობენ ამაზე ადამიანები რომ სირცხულს და დანაშაულს გრძნობენ. ეს ორი განცდა ხშირად არის შეჭიდული ერთმანეთთან და ის იდენტობის ნაწილსაც უკავშირდება ხო რომ სირცხული არის ანუ მე როგორი ვარ. დანაშაული უფრო ქცევაზე არის ქმედებაზე ხო რა გავაკეთე. თუმცა ეს ორი ხშირად არის ერთად რომ მე ასეთი ვარ და ასე მოვიქეცი. შემდეგ უკვე 6 წლის როცა ბავშვი სკოლაში შედის, ან მისი რაღაც შრომის უნარიანობა, პასუხისმგებლობის განცდა ყალიბდება და თვით აღქმაც, რომ მე რამდენად შრომის უნარიანი ვარ, რამდენად პროდუქტიული შემიძლია რომ ვიყო. რა შემიძლია? რა შემიძლია რა გამომდის კარგად და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე მოზარდობა იდენტობის ძიება, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, როცა ადამიანი დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობს და შესაბამისად, რაც უფრო დამოუკიდებლები ვართ, უფრო გვჭირდება ვიცოდეთ როგორები ვართ და ვინ ვართ. შესაბამისად ამისკენ მიისწრაფვით მოზარდი და მაშინ აი აქამდე რაც ჩამოვთვალე ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი ხო? თუ ის ეტყვის რომ შენ არ გამოგდის ამას არასწორად აკეთებ, შენ ასეთი ხარ, ან უკვე გამზადებულ ფრაზებს შესთავაზებს, ბუნებრივია რომ მას ძალიან გაუჭირდება ამასთან შეწინააღმდეგება, რადგან მშობელი ავტორიტეტია რა თქმა უნდა და ბავშვისთვის ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს რომ დაუპირისპირდეს და საპირისპირო აღქმა ჩამოიყალიბოს იმისა, რასაც მშობელი მას ეუბნება. ამიტომ ამ ასაკამდე რაც ეხლა რაზეც ახლა ვისაუბრეთ მშობლის და გარემოს როლი უფრო მეტია, შემდეგ უფრო დამოუკიდებელი ხდება ადამიანი და შეიძლება რაღაც ისეთ მოვლენებს შეეჩეხოს ხო, რაც ასევე იწვევს კრიზისულ განცდას, რაც მოულოდნელია პირობითად, ვიღაცის გარდაცვალება, წყვილის დაშორება პირობითად, ემიგრაცია. ასევე შეიძლება იყოს კრიზისული სიტუაციის გამომწვევი, ისეთი, რასაც ველოდებით და თავის შინაარსით პოზიტიურია, მშობლობა მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ზუსტად იდენტობის ნაწილი ჩნდება, რომ მშობელი, ან როგორი მშობელი ვარ, როგორი მინდა რომ ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიხარულო ამბავია, მაინც იწვევს გადასინჯვას ამ იდენტობის, რომ მე ვინ ვარ. იმიტომ რომ სრულად ახალი როლი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ასევე შეიძლება ქვეყანაში ან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც აღმოჩნდეს, რომ კრიზისულია და ეს მოქმედებს შეიძლება არაპირდაპირად, მაგრამ ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას არღვევს ხო ომი ან პანდემია ან რაღაც მოვლენები ხო ბუნებრივი რაც იწვევს აი ამ კრიზისულ შეგრძნებებს. ანუ ეს სიტუაციები უფრო კარგად აღწერს, რომ ფაქტიურად მოერღვა ადამიანს ეს უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდა და რაღაც უწევს ახალი რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ ამ ახალ სიტუაციას გაუმკლავდეს. ან უნდა მოძებნოს მან ეს იგრძნოს თავის თავში ხო, ანუ რაღაც ისეთი სიმბოლური შედარება შემხვდა, რომ ლაბირინთში სიარულს გავს, სადაც თითქოს რაღაცები არ ჩანს, მაგრამ თან გვაქვს ეს რაც შეგრძნება რესურსების, რომ სადღაც არის ჩვენში და ინტუიციურად მივდივართ აქ, მაგრამ თან ამას ვაკვირდებით, რომ შეიძლება ფრთხილი ნაბიჯით წავიდეთ ხო, ან დახმარება ვითხოვოთ, სვლა შევანელოთ, ახალი გზები მოვძებნოთ. ბევრი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როგორ გავუმკლავდეთ ამ ლაბირინთ კრიზისს, ასე ვთქვათ. თუმცა, აი ამასთან დაკავშირებით როგორ გავუმკლავდე? ეგ ყველაზე დიდი შეკითხვა ალბათ კრიზისის ჟამს. თუმცა, მაგალითად რომ ავიღოთ მოზარდობის პერიოდი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი, ყველაზე მტკივნეული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის. თან ეს არის ის ხანა, როცა როგორც აღნიშნეთ, რაღაც ოჯახის, მშობლის ავტორიტეტი უფრო იკლებს, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის ავტონომიის მოთხოვნილება განსაკუთრებულად იზრდება, ეს იდენტობის ძიება ძლიერდება, გავდივარ
ამ ჩემი ოჯახის რაღაცა ბუდიდან, სიმშვიდიდან, უსაფრთხო გარემოდან გავდივარ რაღაც ნამდვილ ცხოვრებაში, სადაც სხვა ადამიანებიც და სხვა ჩემი თანატოლებიც იმავე მდგომარეობაში არიან, თუმცა ამაზე ხო ესე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი ძიდენტობას საკუთარ თავს ეძებენ და ამ დროს, როცა მათი როლი განსაკუთრებით მატულობს, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ვინ ვარ მეს, მათგან უფრო ვეძებ, ისინი რა უკავშირს მიბრუნებენ, ხო თანატოლებზე მაქვს საუბარი. და ასეთ დროს ეს მე მგონი სიახლე არავისთვის არ იქნება. სამწუხაროდ ხშირად ვიღებთ ხოლმე უკავშირად ნეგატიურ აღქმას. ნეგატიური ხატი მოდის, ბულინგი ჩნდება, არის გარკვეული უკმაყოფილებები საკმაოდ ტკივნეულად გამოხატვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მერე რჩება იმ პერიოდში მოზარდის აღქმაში, ამ რაღაცა გარედან მოსული მოწოდებული შეფასებებით აგრძელებს ცხოვრებას და ხდება უკვე ზრდასრული. და ზრდასრულობის ასაკში პირობითად იმ ასაკისთვის დამახასიათებელი კრიზისიც ეწევა. ოღონდ მას არ აქვს ის სიმყარე იმ მოზარდობის გამოცდილებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შორს რო არ წავიდეთ, ამ შემთხვევაში მოზარდობაზე მაქვს აქცენტი. რომ ის არის ადამიანი, ის იდენტობა მას ჩამოუყალიბდა ისევე ნეგატიურად, როგორც მაშინ მას თანატოლები ექცეოდნენ პირობითად. და თითქოს მოკლებულია რესურსს. აღარ აქვს უკვე, აღარ იცის ის ცოდნა დაეკარგა, რომ მე შემიძლია ამას გავუმკლავდე, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, მორიგი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც გადავლახავ და რომელიც კიდევ უფრო მეტად მიმაახლოვებს საკუთარ თავთან, საკუთარ სინამდვილესთან, ხო? ესეთ დროს რა ხდება? ანუ რეალურად მოზარდობა მართლაც ისეთი турбулентური პერიოდია ადამიანის განვითარებაში და თუ ეს არ არის გადალახული მშვიდად იმღებლობით და არ ყალიბდება იდენტობა, რაც ყველაზე მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში მოზარდობის, ხო? და პირობითად აღმოჩნდება 18-30 წლის პერიოდში, როცა ეს უნდა მოახდინოს თავისი პროფესიის ჩამოყალიბება, ხო, დამყაროს ინტიმური ურთიერთობა, ანუ ახლო ურთიერთობები ადამიანებთან, მეგობრებთან, რომანტიკული ურთიერთობები თანამშრომლებთან, ხო, სხვადასხვა ადამიანებთან. ამ დროს შეიძლება გაჩნდეს დაურწმუნებლობა, ხო, ან კონკრეტული გამზადებული როლებით ურთიერთობაში შესვლა, ხო, თუ მშობლები ხშირად ეუბნებიან ხოლმე, რომ შენ ხო ასეთი არ ხარ, ანუ ვერ ეგუებიან მათ ცვლილებებს და ძიებებს და აი იმ თანატოლებთან მსგავსებებს, ვისთან ერთადაც გადის ამ პიროვნულ ძიებას, ხო, ბავშვი და ყოველთვის არის ხოლმე ეს აღქმული, რომ იმედი გამიცრუე პირობით, გავუცრუე მშობლებს, ხო, ვაწყენინა, ისეთი არ ვარ, როგორი მოლოდინიც ჩემგან ჰქონდათ მათ. ანუ ბავშვისთვისაც მტკივნეულია ეს სეპარაციის პროცესი, ხო, ცხადია და როცა მშობლისგან ასეთი უკავშირი მოდის, რომ ეს არ არის წახალისებული, უფრო დიდი აგრესია ჩნდება საკუთარი თავის მიმართაც და მშობლების მიმართაც, ხო, ამიტომ ზრდასრულ ასაკში, ხო, როცა ეს ურთიერთობებში იჩენს პირობითად თავს ეს პრობლემა ასევე შეიძლება პროფესიის არჩევისას, უნივერსიტეტში მისი მიღწევებისას, ხო, იმიტომ რომ ეს მიღწევებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, ხო, რას როგორ შემიძლია რომ აკადემიურ სფეროში ვიყო უფრო აქტიური, ჩართული, რა შემიძლია, როგორი რამდენად წარმატებული შეიძლება რომ ვიყო, ხო, ეს ხო მოქმედებს თუნდაც წარმატებასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად საკმარისი ვარ, უფრო ზოგადი ფრაზა რომ ავიღოთ, ხო, რამდენად კარგი ვარ, რაც ძალიან აქვთ ახასიათებენ ესე მოზარდებიც თავს და ზრდასრული ადამიანებიც. შესაბამისად ის აღქმები, რაც აქვთ საკუთარი თავის შესახებ, შეიძლება იყოს არასწორი, საჭიროებდეს გადასინჯვას, ხო, მაგალითად თუ შეიძლება ფიქრობდეს, რომ შრომის მოყვარე არ ვარ, ან არ ვარ გაბედული, ან უპასუხისმგებლო ვარ, ხო, და ამის გამო შეფერხდეს, აღარ გამოიჩინოს ინიციატივა არც ურთიერთობაში, არც აკადემიურ სფეროში და შესაბამისად ეს კრიზისი უფრო მეტად გამძაფრებს, ხო. ამიტომ ამის გადასინჯვაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის აღქმა ხდება ხელახლა, ხო, რეალურად, რომ აღმოჩნდება, რომ თურმე პასუხისმგებლობის გრძნობაც მაქვს, მიზანდასახულიც ვარ, შრომის მოყვარეც ვარ,
სახალისო, საინტერესო ურთიერთობებში, მზრუნველი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ძირითადად თუ ნეგატიური აღქმა არის საკუთარი თავის უფრო მეტად უჭირთ ხომ ურთიერთობებში ყოფნა. შეიძლება იყოს რადიკალურად ხო, რომ პირობითად უფრო ეგოცენტრული რომ მოვითხოვდე სხვებისგან უფრო მეტ ხელშეწყობას პირობითად, ან მე კარგი ვარ და სხვები არიან ცუდები, რაღაც პროექცირება მოხდეს სხვების არასწორი აღქმის მოკლედ. შესაბამისად, ისევ ანუ როცა ეს ამ турბულენტურ ზონაში გადაუჭრელი კრიზისული მდგომარეობა ასევე კრიზისულ ეპიზოდში ვლინდება, ორმაგად რთულია ადამიანისთვის, ცხადია, თუმცა ზრდასრულ ასაკში უფრო მეტად არის შეიარაღებული ადამიანი, ხო? იმიტომ რომ მოზარდს უწევს მშობლებთან ერთად ცხოვრება, პირობითად ერთ სივრცეში არიან და ზრდასრულ ადამიანს შეუძლია უფრო მეტი იზოლაცია, სეპარაცია მისგან და უფრო მეტად დამოუკიდებელი ნაბიჯობის გადადგმა, ის აღარ არის მშობელზე დამოუკიდებელი, შეუძლია მან თავად გადაწყვიტოს ხო თერაპიაზე იაროს ან რაღაც სხვა აქტივობები გააკეთოს, რაც მას დაეხმარება რომ უკეთი იგრძნოს თავი. კი ბატონო. ეს რესურსი, ასე ვთქვათ, რომელსაც ადამიანი იყენებს ნებისმიერ განსაკუთრებით ალბათ პროცესულ ასაკში, იმ კრიზისებთან გასამკლავებლად და დასაძლევად, საიდან მოდის? საიდან იძენს ადამიანი ამ რესურსებს? ეს არის რაღაც თანდაყოლილი, რომელიც ყველას გვაქვს იმთავითვე, თუ გჭირდება ამ შემთხვევაში გარკვეული ტიპის დახმარება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ვისაუბრეთ, მაგალითად ბავშვობის ასაკში ის რომ მე მშობელი, მე მახსოვს როცა ვსწავლობდი, ჩვენი ლექტორი ერთ-ერთი ესე გვეუბნებოდა, რომ ახალ დაბადებულ ჩვილ ბავშვსაც, როცა ატყობინებ, რომ იცი რა, მე ახლა მივდივარ 1 საათით და დავბრუნდები აუცილებლად და მართლაც ბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხო გასაგები აღქმა არ გვაქვს, რომ ასაც შეიძლება ის მოდეს რამე, იმიტომ რომ თვეების არის და ლაპარაკი არ იცის და არ ესმის, მაგრამ სინამდვილეში მას ძალიან კარგად შეუძლია იმის აღქმა, რომ მშობელი დაპირდა რაღაცას და შეასრულა, განსაკუთრებით, როცა სეპარაციას ეხება საქმე, როცა სადღაც მიდის და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ამ ტიპის აღქმაზე გვაქვს საუბარი, ხო? და არის მეორე სიტუაცია, როცა მშობელი პირიქით, მართლა ძალიან ჩართულია, ნამდვილად დაინტერესებულია იმით, რომ ბავშვთან კონდეს კომუნიკაცია და ეს მეტნაკლებად ბევრად უფრო ხელს უწყობს სამომავლოდ ჯანსაღ ადაპტაციაში ცხოვრებასთან, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, ხო, გარემოსთან. ამის გარდა კიდევ საიდან შეიძლება ადამიანმა აიღოს რაღაცა იარაღები, ასე ვთქვათ, რომელსაც შემდგომ მერე გამოიყენებს. ну ეს რესურსები შეიძლება შინაგანიც იყოს პიროვნული მახასიათებლები, ხო, რაღაც უნარები, ასევე გარე რესურსები, რაც შეიძლება იყოს ხარდამჭერი გარემო, ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ შემოვიდნენ ადამიანის ცხოვრებაში და რეალურად ძალიან დიდ რესურსს წარმოადგენენ მისთვის. და ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება არის დაცვის მექანიზმები, რითიც ადამიანმა შეძლო გამკლავებოდა იმ პერიოდის გამოწვევებს, ხო, ანუ გარკვეულ რაღაც გამოცდილებად ჩამოუყალიბდა, ხო, ანუ და პიროვნების ფორმაციაზე ამან მოახდინა გავლენა. შესაბამისად ესეც რესურსები თვითონ როგორც დაარქმევს ამას სახელს და როგორც მოახდენს ამის მობილიზებას, რას აღმოაჩენს, ხო, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია ამ შემთხვევაში, რას თulis თავად რესურსად, რა ჭირდება მას, რომ მიიღოს ან ეს მისი სურვილებიდან და მისი საჭიროებიდან გამომდინარე ხდება ამორჩევა იმ რესურსების, რაც მას შეიძლება რომ გამოადგეს, ხო, ანუ როგორი არაჯანსაღიც არ უნდა მოგვეჩვენოს ის მექანიზმი, რითიც ის ფუნქციონირებს, ხო, რაღაც საწყის ეტაპზე შეიძლება მას ეს ჭირდებოდეს. და ამას თუ ვცვლით, მის ნაცვლად რას ვდებთ, ხო, იმიტომ რომ ეს რაღაც სიმყარეა მისთვის, რითიც შეძლო და გაუმკლავდა იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რასაც ის ეყრდნობა. შესაბამისად, ახლის შეთავაზება ძალიან ფრთხილად შეიძლება მოხდეს, ხო, რომ ესეც არის მისი რესურსი, ანუ მხოლოდ იმაზე არის აქცენტირებული, რითიც მან გაუძლო, გადარჩა, ასე ვთქვათ, ხო. შესაბამისად,
რესურსები ალბათ ძალიან პირობითია და ძალიან ინდივიდუალურია ის როგორ აღიქვამს მას. აი მან მე მგონი კარგი დრო იქნება ახლა იმისთვის რომ გადავიდეთ უკვე თერაპიულ და პრაქტიკულ ნაწილზე. რას გულისხმობ? აი ის რას ვთავაზობთ, როცა მას მისთვის კარგად ნაცნობ, კარგად და გულმოდგინე დაშენებულ თავდაცვას ვაცლით პირობითად, რას ვთავაზობთ? ანუ რა ხდება თერაპიაში, როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ საკუთარ კრიზისს გაუმკლავდეს თერაპიულ პროცესში ჩართულობით, მოდის თერაპევტთან. რა ხდება უკვე ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით? პირველ რიგში ძალიან კარგია, როცა ადამიანი მოდის თერაპიაზე, მითხოვს დახმარებას, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ გაივლის, ასეთ ფრაზაც არის ხო, დრო ყველაფრის მკურნალია. ესეც გაივლის. აჰა, კი, მე ძლიერი ვარ, შემიძლია რომ ეს გადავლახო, ხო? თუმცა ისეც რაღაც შეიძლება არაჯანსაღი მექანიზმებით მოხდეს, ან ესეც ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება გამწვავდეს კრიზისული მდგომარეობა, ხო და ჩამოყალიბდეს როგორც დეპრესია, ან რაღაც კონკრეტული სპოტიცი აშლილობა, ანუ გაჩნია ინდივიდის ისტორიას, ხო რა თქმა უნდა და გამოცდილებას. ამიტომ ამ შემთხვევაში დროული ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია, ან პირობითად, როგორც თქვით, ან თუ ვიღაც გარდაეცვალა ადამიანს და ძლიერი დანაკარგი აქვს, ან რაღაც ახალ სიტუაციასთან უწევს შეგუება და მორგება, ამ დროს რა თქმა უნდა თერაპევტის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს მომართვიანობაც უფრო მაღალია ხოლმე იმდენად თვალსაჩინო არის მათი კრიზისული მდგომარეობა, ხო? ამიტომ პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ამ ადამიანებს, რომ თერაპევტი იყოს გვერდით, ანუ იყოს მხარდამჭერ როლში, ანუ სადაც მსმენელის როლში, სადაც ამ კლიენტს შეუძლია გააჟღეროს ყველა თავისი განცდა, რაც ხდება. და ძალიან ფრთხილად არის ამასთან მიახლოებული, სანამ დავასახელებთ პირობითად რა ხდება მასში. ანუ გულისხმობს, სანამ თავად დაასახელებს ამას, ხო ჩვენ რაღაც ფასილიტატორის როლს ვასრულებთ და არა ის რომ ჩვენ რაღაცები ვიცით რომ პირობითად ეს კრიზისი აქვს ხო იმიტომ რომ რეალურად ძალიან ადამიანი იმაზე მეტია ვიდრე ჩვენი ყველაზე კარგი ჰიპოთეზა მისი მდგომარეობის შესახებ ხო ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს ინდივიდუალური მოსმენა რომ მან რაღაც უფრო ასე ვთქვათ მყარად იგრძნოს თავი სხეულებრივადაც და ემოციურადაც ხო როცა თავის განცდებს გაცნობიერებს რა ხდება მასში და ამ განცდების გაცნობიერების შემდეგ ყოველთვის არის ამის მიღმა რაღაც საჭიროება ხო ანუ თუ პირობითად ჩვენ მუდმივად შფოთავ რა გჭირდება იმისთვის რომ უფრო მშვიდად იგრძნო თავი ხო ეს რაღაც უფრო შემდეგ ეტაპზე ხდება ამ საჭიროებების გამოკვეთაც ანუ რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს როცა ადამიანი უკვე გააჟღერებს ახალს დაარქმევს იმ მდგომარეობას რაც მასში ხდება ეს შემდეგი ეტაპია რომ თავად მოძებნოს ის გამოსავალი, რაც მას ჭირდება, ანუ უკვე ეს ყველაზე ბოლო ფაზა არის, როგორ შეიძლება რა ამ კრიზისს გაუმკლავდეს, ხო, ანუ რაღაცა სხვანაირად უნდა გააკეთოს, როცა ქცევის ეტაპზე გადადის. მანამდე ეს ვენტილაციაც მნიშვნელოვანია, ემოციური ვენტილაცია, შემდეგ ამის კონტეინირება თერაპევტის მხრიდან და აი რო განმარტოთ რას ნიშნავს. აჰა, სადაც ემოციები, რასაც კლიენტი განიცდის და გამოხატავს, მიღებულია და დატეულია თერაპიის პროცესში და ეს კლიენტისთვისაც არის სივრცე, სადაც მას შეუძლია რომ ყველაფერზე ისაუბროს და ამასთანავე ახალი განცდებიც აღმოაჩინოს, სახელი დაარქვას ამას, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგრძნებებს დააკვირდეს თავის სხეულებრივ შეგრძნებებს, რაც დიდად არ არის ხოლმე. ხო, ჩვენ როცა ვეკითხებით, რომ რას გრძნობ, უფრო ფიქრებს აღწერენ ხოლმე ადამიანები, კი, ვიდრე სხეულებრივ შეგრძნებებს და ამასთან დაბრუნებაც და კონტაქტებაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია თერაპიაზე იმისთვის, რომ შემდეგ როცა ეს ყველაფერი სახელდარქმეულია, გაჟღერებულია, ნაგრძნობია, შემდეგ დგება უკვე გამკლავება კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავების გეგმა თავად კლიენტის მიერ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ გვერდით ვართ და ფასილიტატორები ვართ და არა წამყვანები და მივუძღვით ადამიანს და ვეუბნებით ვთავაზობთ მზა რეცეპტს როგორ უნდა გამკლავდეს ამას ხო თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც რომ ძალიან ხშირად ამას მოითხოვენ
თავად. Ზუსტადაც მზარ რეცეპტს და მოლოდინიც ასეთი აქვს. კრიზისში მყოფი ადამიანიც, როცა თერაპიაზე მოდის, მე მგონი ყველას გქონია ამ საქმეში ყოველ შემთხვევაში ამის გამოცდილება პრაქტიკული, რომ როცა მოდის ადამიანი თითქოს მოდის იმ განწყობით, რომ შენ ხარ ის, ვინც მოაგვარებს იმ კრიზისს, რომელიც მის თავს ხდება. და ყოველთვის არსებობს ხოლმე წარმოდგენა იმისა, რომ მე თერაპევტთან მივალ, მან იცის ყველაფერი, ის რაღაცებს დამელაპარაკება და ის რომ რაღაცებს იმოქმედებს, მე ამით მე გავხდები კარგად. ძალიან არის ხოლმე ხშირად აი ეს აღქმული, ალბათ ცხადია არასწორად ის რომ მე თითქოს ნაკლები ჩართულობა მაქვს ამაში, ინიციატივა ჩემგან ნაკლებია, მე ამ შემთხვევაში როგორც კლიენტი ვგულისხმობ, ხო? რომ მე არაფერი არ უნდა მოვიმოქმედო, ჩემი მთავარი ნაბიჯი ის არის, რომ მივიდე თერაპიაზე და დანარჩენი მე იქ უნდა მოხდეს თავისთვის რაღაცნაირად. ალბათ დამეთანხმები, რომ არსებობს ნამდვილად ასეთი განწყობა და ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც არის ხოლმე რისი აღქმაც და კარგად ასე ვთქვათ გათავისება თუ შეიძლება ეს დავარქვათ უჭირს ხოლმე ადამიანს ის არის რომ აი ეს გააცნობიეროს რომ შენ ხარ ის ვინც აკეთებს ყველაფერს შენ ხარ ის ვინც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საკუთარ ცხოვრებაზე და ყველა იმ ნაბიჯზე რომელსაც შენ დგამ როგორც აღნიშნე ის რომ შენვე უნდა შეიმუშავო გეგმა მაგალითად ამ გამკლავების და ასე შემდეგ ხო თუმცა ეს არის ერთ-ერთი და მე ძალიან მაინტერესებს პრაქტიკიდანაც გამოცდილებიდანაც რა არის კიდევ ხელის შემშლელი ფაქტორები რა უშლის ადამიანს ხელს იმისათვის რომ გადაალახოს ეს კრიზისი და ამ შემთხვევაში კიდე ამას განმარტავდი ალბათ უფრო კაფიო და ცხადი რომ გახდეს გადალახვაში ჩვენ გულისხმობთ და გამკლავებაში კრიზისისას როცა ადამიანი არათუ ადაპტირდება მხოლოდ ამ ახალ გარემოსთან არამედ რაღაც განვითარების რაღაც კიდევ ერთ მარცვალს იღებს იმ კონკრეტული კრიზისული სიტუაციიდან, რაც მისთვის სასარგებლოა, უფრო მეტად გაზრდილია, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ხო, უფრო წინ არის, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის გამკლავება კრიზისთან, რომ რაღაც ჩემთვის სასარგებლო წამოვიღე იქიდან. მაგრამ ხშირად ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს ხოლმე. ამაზე რომ ვისაუბროთ. კი, ანუ რეალურად მიხედავთ იმისა, რომ ეს პირველი ნაბიჯი ადამიანი მოვიდა თერაპიაზე და მას უნდა ცვლილება, ხო, მიხედავთ იმისა, რომ შეიძლება ფიქრობდეს, რომ თერაპევტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად მის კეთილდღეობაზე, ეს ესეთი პირველია ხოლმე, რასაც შეიძლება რომ შევეჭახოთ, ხო, თუმცა თუ რაღაც განვუმარტავთ, რომ თერაპია ორმხრივი პასუხისმგებლობა, ცხადია ორივე ადამიანის მხრიდან რაღაც პასუხისმგებლობის ნაწილი ზიარდება. თან იმდენად დაბნეულები არიან ამ ეტაპზე, რომ შველას ითხოვენ და სინამდვილეში შეიძლება ბუნებრივია ვად აღვიქვათ მათი ეს მოლოდინი, რომ შეიძლება თერაპევტმა მას ყველაფერი მოუგვაროს, ხო, მაგრამ როგორც კი მივცემთ ამის ახსნას, განმარტებას, რომ თერაპია ორმხრივი ჩართულობა და მისი რესურსი ყველაზე დიდია, ხო და ის რომ არ ჭირდება სხვა ადამიანი, ვინც ამას მოუგვარებს და რეალურად ვინც ასე ფიქრობს, მის ცხოვრებაშიც ხშირად ხდება ასე, რომ ყოველთვის სხვისგან შეიძლება ელოდებოდეს, ხო, რაღაცის მოგვარებას, იმიტომ რომ არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ფიქრობს, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება. თუ ეს არის ამის საფუძველი, ხო, რის გამოც ელოდება თერაპევტისგან დახმარებას. ეს ნუ ერთ-ერთი ხელისშემშლელი, თუმცა ინფორმაციის მიწოდება, ასე ვთქვათ, ისევ გაცნობიერება რთავს იმ პროცესს, რაც უკვე შემდეგ ამ კრიზისის დაძლევის თვის არის საჭირო, ხო, მიმდინარეობისას. შეიძლება აღმოჩნდეს მისი გარემო, სადაც მას უწევს ცხოვრება, ფუნქციონირება, ხო, რომელიც შეიძლება ხელს უშლიდეს, იმიტომ რომ თუ მას რაღაც მოემზადება და აქვს მინიმალური მცდელობა, რომ რაღაც შეცვალოს და გარემოდან არის უარყოფითი უკავშირი მშობლებისგან თუ თანამშრომლებისგან, შეიძლება ამასთან დაკავშირებით დიდი იყოს ფრუსტრაცია და ვერ იყოს დატევადი ამ ადამიანის მიერ, ხო, პირობითად ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანი თუ თერაპიაზე დადის, მისი გარშემო მყოფი ადამიანები შენ რაღაც შეიცვალე, ისეთი აღარ ხარენ, საყვედურის ფორმით ჟღერს ეს და
შესაბამისად დანიშნულოვანია რომ ადამიანმა არ იგრძნოს თავისი ბუნებრივი სოციალური კონტექსტიდან შორს, ხო, იმიტომ რომ მისი გარემო შეიძლება არ შეიცვალოს და თავად რომ იცვლება, ეს არის ახალი საჭიროება, რომ ეს რაღაცას ნიშნავს, რომ თავად შეიცვალა და ამჩნევს, რომ ვეღარ ერგება იმ სოციალურ გარემოს, მაგრამ ამასთან განშორებად, რა თქმა უნდა, რთულია და ის რომ მე რაღაც ვცადე და გავაკეთე და უცებ მეუბნებიან, რომ რანაირად იქცევია, შენ არ გახასიათებს, ბუნებრივია, რომ შეიძლება ამ ზოგადმა სოციალურმა გარემომ შეაფერხოს ამ კრიზისთან გამკლავების პერიოდიც. ხო, ასევე ხასიათობრივი ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების, მისი ისტორია, ზოგადად ეს პერსონოლოგია როგორია პიროვნულად, ხო, რამდენად ჩართულია, ესე დროშიც სხვანაირად მიმდინარეობს ხოლმე, ხო, ეს ამბავი. ასევე რამდენად გააგრძელებს თერაპიაზე სიარულს, იმიტომ რომ შეიძლება რომ მოვიდეს ისაუბროს ამაზე, რაც აწუხებს და მალევე შეწყვიტოს ეს პროცესი, ხო. პირველადი ეფექტის გამო ეს ვენტილაცია მიიღო, რაც ჭირდებოდა, გამოიტანა თავისი ემოციები, ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს, ზედაპირულ დონეზე ცხადია და ფიქრობს, რომ აღარ სჭირდება და ამოიწურა აქ უკვე ყველანაირი თერაპიული პროცესი და ამიტომ მიდის. მაგრამ მან ალბათ მეორე მომენტი ისიც არის, რომ სინამდვილეში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მზად იმისთვის, რომ რაღაც ეს კონფრონტაცია თუ შეიძლება ის ვთქვათ, განახორციელოს და უპირისპირდეს პირდაპირ იმას, რაც არის რეალურად მისი პრობლემა, როცა ესე მოდის ხოლმე. ნამდვილად და რო ვიხსენებდი რეალურად ძალიან ხშირად ბრუნდებიან რაღაც პერიოდის მერე და ეს კარგია და ზოგადად თერაპიის ეს რაღაც ინერციის ეფექტი ძალიან ღირებულია, ანუ რას გულისხმობ, რომ შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე იგრძნობა ის ეფექტი, რაც თერაპიას აქვს. ეს ზუსტად ერთი კვირის ინტერვალიც ხო ამისთვის არის რეალურად, რომ ის რაღაც რაც მოხდება, ამის ასიმილაცია მოხდეს, ანუ ის შედეგები ნელ-ნელა დაილეკოს და იგრძნოს ადამიანმა, ხო? ამიტომ ეს დაბრუნებაც რაღაც ამის ეფექტია, ასე მგონია, რომ მიხვდა ამის მნიშვნელობას იმ მომენტში დაეხმარა, თუმცა გაგრძელებისთვის არ ქონდა მზაობა და რაღაც პერიოდის მერე დაბრუნდა. ეს იდეალური შემთხვევაა ხოლმე, ხო? ნამდვილად, რაც რეალურად დაიწყო ზუსტად იმ საწყის პირველად რომ მოვიდა თერაპიაზე იქიდან. უბრალოდ ადამიანებს ჭირდებათ ხოლმე დრო, რაც აბსოლუტურად გასაგებია და ბუნებრივია. ეგ ხომ სამწუხაროდ ხშირად გვეშლება ხოლმე ერთმანეთის დროის ვლის მიხედვით ვაფასებთ საკუთარ თავსაც, რომ ვიღაცას რაღაც გამოუვიდა და შენც აუცილებლად ზუსტად ის უნდა გამოგივიდეს იმავე ასაკში, იმავე სიტუაციაში და ასე შემდეგ და მე ეს მე მიქმნის შფოთვას, რომ მე რატომ არ გამომივიდა და მაგრძნობინებს თავს ნაკლულად და მორიგი კრიზისი იწყება მე ჩემს ცხოვრებაში, რაც ისევ იდენტობასთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. რითი უნდა დაიცვას ადამიანმა თავი? რეალურად ესეთია ალბათ ჩემგან როგორც თერაპევტისგან ესეთი რეკომენდაცია, თუმცა ანუ მართლა გულწრფელად ფიქრობ, რომ თერაპია არის ძალიან მნიშვნელოვანი პრევენცია და იმის შესაძლებლობა, რომ უფრო რბილად, უფრო ფაქიზად შეხვდეს ადამიანი აი ამ турბულენტობისგან დაცლილად, მოკლედ ანუ უფრო სიმშვიდით, ძალიან გაცნობიერებულად გრადუალურად გადალახოს ის გამოწვევები, რაც ასაკობრივად მას აქვს. თუმცა რა აძლევს ამ სიმშვიდეს? აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი, მე როგორც შფოთვარე ადამიანი, შემიძლია პირადი გამოცდილებით თქვა, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება მაგ სიმშვიდის მიღწევას. ეს მარტივი არ არის და მით უმეტეს იმდენად მიღწევას ამ სიმშვიდის, რომ ამას როგორც რესურს უკვე ისე იყენებ, არა როგორც თვით დამშვიდება რაღაც კრიზისულ სიტუაციაში და დაიმშვიდო თავი. არამედ როცა რაღაც გენერალიზებულია უკვე შენთვის ეს სიმშვიდე და შეგიძლია სხვადასხვა სიტუაციას ასე მიუდგე უკვე მშვიდად და ჰარმონიულად. და ეგ არ არის მარტივი. ნამდვილად და ალბათ სიტყვა ესეთია მნიშვნელოვანია. ესეც ჩემი აღქმიდან გამომდინარე გავაჟღერე, იმიტომ რომ როცა რაღაცები
ისახელდარქმეულია და გაჟღერებულია, ჩემთვის ეს იწვევს სიმშვიდის განცდას, რომ მე ვიცი რასთან მაქვს საქმე, ანუ როცა ზოგადი ფორიაქია, ან ზოგადი შფოთვა, რომელიც ფარავს იმ რეალურ შინაარსებს, რაც იწვევს ამას, სანამ ეს გარკვევა ხდება, იქამდეა ეს ქაოსი და შფოთვა და შემდეგ როგორც კი გარკვეული ხდება, რასთან გვაქვს საქმე, აი ამ დროს უფრო მეტად იწყება ის სიმშვიდე, თუ შეიძლება რომ ამას დავარქვათ, რასთან გამკლავებაც და მუშაობაც ძალიან აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეძლოს გაცნობიეროს და უპირისპირდეს ასევე ძალიან გაცნობიერებულად და თავისი არჩევანით მიიღოს გადაწყვეტილება რა არის მისთვის უკეთესი. და ალბათ აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამისთვის არის ასევე სურვილიც პირველ რიგში, მაგითი იწყება. თერაპიაზეც სურვილით უნდა მივიდე, ჩემი სურვილი უნდა იყოს, რომ მე გარკვეული ცვლილება განვახორციელო, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენს კულტურაში, ჩვენ სოციუმში განსაკუთრებით ძალიანაც რომ არ განვაზოგადო, გვაქვს ამის პრეცედენტები და არც თუ ისე ცოტა. ვიღაცის სურვილით მოსული თერაპიაზე, სხვას უნდა, სხვა თვლის რომ მე კრიზისი მაქვს და უნდა მივიდე და მე ეს მე არ გამიცნობიერებია ჯერ, მე თვითონ ეს თავად არ ვიცი. შესაბამისად, რამდენად შეიძლება რომ მე ვიყო კრიზისში, თუ მე თვითონ არ ვაღიარებ ამას როგორც კრიზისს. თუმცა მე მაინც შეიძლება წავიდე თერაპევტთან ან გადავდგა რაღაც ნაბიჯები, რასაც ხვები, მეუბნებიან და ეს არის ერთ-ერთი ის კომპონენტი ჩემი ცხოვრებისა, რომელიც მე არ მეკუთვნის და რაც ასევე შეიძლება რომ მე სამომავლოდ კრიზისული გახდეს. ალბათ იქნებოდა პრაქტიკაში და მეთანხმები. ნამდვილად. კი, დასაწყისში შეიძლება მოვიდეს სხვისი სურვილით თუ ისე მოხდა რომ მან გააგრძელა თერაპია, აღმოაჩენს რეალურად აი ამ უფრო სიღრმისეულ სირთულეს, რომ სხვისი სურვილით რაღაცებს აკეთებს, ხო და ეს ძალიან ხშირად ვლინდება ხოლმე, რომ უფრო მეტად სხვაზე არის დამოკიდებული ადამიანი, სხვის აზრებს უფრო მეტად ითვალისწინებს და როგორც კი გადაივლის ეს კრიზისული პერიოდი, მე უფრო ამ სიღრმისეულ სირთულესთან დაკავშირებით შეიძლება თერაპიაზე მუშაობა, ხო რომ ისევ ესეც კრიზისული სიტუაციის კითხვებია, ხო მე რა მინდა, მე ვინ ვარ, მე როგორ ვიქცევი, ანუ რამდენად ვიქცევი ჩემი სურვილების და ინტენციების შესაბამისად, ხო, ამიტომ შეიძლება შემდეგ უკვე ესეთ კარგ შემთხვევაში თერაპია მისი არჩევანი გახდეს და აღარ იყოს იდეალურ შემთხვევაში. იდეალურ შემთხვევაში, კი, ანუ ესეთებიც არის ხოლმე და საბედნიეროდ, კი. ესეთებიც ხდება. აჰა. კარგი, მოკლედ კრიზისი განვსაზღვრეთ როგორც მე მგონი, თუ სწორად გავიგე, ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ძალიან ხმამაღალი არ იქნება მაშინ ძალიან აუცილებელი კომპონენტი ცხოვრებისა, რომელსაც თუ გადავლახავ ჯანსაღად და სწორად, ადეკვატურად, ჩემთვის ძალიან დიდი ინფორმაციის მომტანი შეიძლება იყოს და დიდი რესურსი, რომელიც სამომავლო კრიზისში გამომადგება კიდეც. იმიტომ რომ ეს კრიზისები მოვა. მე მგონი ეგეც უნდა ვახსენოთ, რომ ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და პირიქით ეს არის რაღაცა ყოველდღიურობა არა, მაგრამ ძალიან ხშირი და თანდევი ადამიანის ცხოვრებისთვის. ეტაპობრივი განვითარების. ნამდვილად. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები და შევხვდებით კიდევ. აუცილებლად, მადლობა.